ეს თუ ბილიკია. ტბიყელის ტბა. ტბა, სადაც ბინადრობენ ტრიტონები. ადგილი, რომელიც ცნობილია ამოუხსნელი მიმავალი გზით. ძალიან ვამაყობ, რომ ერთადერთი და პირველი ქართველი ვიქნები, ვინც დადებს YouTube-ზე პირველ ვიდეოს, სადაც იქნება ახსნილი მთლიანად როგორ, რანაირად, საიდან, რამდენ ხანში, როგორ უნდა მოვიდეს ტბიყელის ტბაზე. იმიტომ რომ ქართულ YouTube-ში და საერთოდ ინტერნეტში მე არ ვიპოვე არანაირი ინფორმაცია საერთოდ ამ ადგილის შესახებ და გზაზე ხომ მით უმეტეს. გამომყევით, ეხლა გამოგზაურებთ აი ამ ულამაზეს ადგილას და ყველაფერს გასწავლით. მოკლედ ჩამოვედით ჩვენ ხინოწმინდაში 2 საათი დაგჭირდა მაგისთვის რომ გავგვეარა. ყველა გვაფრთხილებდა რომ ძალიან ცუდი გზა იქნება, მაგრამ ჩვენი ჯიპი მშვენივრად გამკლავდა და ძალიან კარგად ვიარეთ, არც ისეთი რთული არ იყო. ეხლა აქედან ვიწყებთ ჩვენ უკვე საფეხმავლო ბილიკით სიარულით და ვნახოთ რამდენი დრო დაგჭირდება. ეხლა არის 9 საათი ზუსტად თითქმის 10 წუთი 10. კინტრიშის ეროვნული პარკი არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და მაგიური ადგილი საქართველოში. იგი გამოირჩევა უძველესი კოლხური სუბტროპიკული ტყეებით, სადაც შენარჩუნებულია რელიქტური და ენდემური მცენარეები. ვიწყებთ გზას ტბიყელის ტბამდე, ჩვენ დაგჭირდება რა თქმა უნდა კომფორტული ფეხსაცმელი, ჯოხები, დახმარება სიარულში, რაცია მაქვს უკან და ჩანთა, სადაც დავდეთ წყალი, საჭმელი და რაღაცა ნივთები, რაც შეიძლება დაგჭირდეს გზაში. გზაზე გვხდება როგორც მდელოები, ისე აღმართები. ეხლა მაგალითად მდელოზე გამოვდივართ. ჯოხები ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია დამიჯერეთ, მაგრამ მოემზადეთ რომ გზაში იქნება ძალიან დიდი აღმართები. დასაწყისიდან განსაკუთრებით არის აღმართი. ამიტომ ეს იქნება ყველაზე რთული 6 კილომეტრი. წყალთან ერთად აუცილებლად წამოიღეთ რაღაცა საჭმელი, იმიტომ რომ აი ხა 1 კილომეტრი გავიარეთ და უკვე ვგრძნობ როგორ შაქარი მივარდება, აუცილებლად უნდა ვჭამო. მაგრამ გული არ დაიწყვითოთ, რაღაც მომენტებში შეგხვდებათ ეგეთი უფრო ადვილი გზა, სადაც თქვენ თან შეიცვენებთ. ჩვენ უკვე მივდივარ სადღაც 1 საათი, საათ ნახევარი. სიმართლე გითხრათ დავიხავე. მოგატყუეთ ხალხო, სულ აღმართია. უკვე 4 თუ 3 კილომეტრი გავიარეთ და სულ ერთი იყო. ყველაზე კარგი საჭმელი რომელიც შეგიძლიათ წამოიღოთ, ეს არის ჩვენი ქართული ჩურჩხელა. ვინც არიცით, ადრე ომში მეომრებს ზუსტად ჩურჩხელა მიჰქონდათ, იმიტომ რომ ბევრი კოლორი არის. საათ ნახევარი უკვე გავიდა. ბოლომდე ვერ ხვდები კიდე სად ვარ და რამდენი დაგვჭირდა კიდე სასიარულო, მაგრამ უკვე აშკარად ძალიან მაღლა ვარ და კიდე უფრო მაღლა ვდივართ. ერთადერთი ვიცით, რომ 1 საათში სადღაც აქედან იქნება დასარჩენი ადგილი, სადაც ჩვენ შევისვენებთ, იმიტომ რომ მე უკვე ვკვდები, სიმართლე რომ გითხრა. ზოგს რო გონია რომ აჭარაში მარტო ძვირადღირებულ სასტუმროებში დავდივარ და ფულს ხარჯავ. აბა აქ ვინ ხართ ნამყოფი? მარტო რომ წერთ კომენტარებს. აბა მოდით ჩემთან ერთად ეგეთ ადგილებში. 4 კილომეტრში პირველი წყარო შეგხვდა, ეხლა ავავსოთ ჩვენი ბოთლი და წესით კიდე სადღაც 2 კილომეტრში უკვე იქნება დასასვენებელი ადგილი, ამიტომ არ ვჩერდებით, ვივდივართ. აქაც კი ნაგავიყრია, აქაც კი რაღაცა წერია ხეებზე და არ ქნეს ეს ხალხო, არ გინდათ. ხალხო 5 და 5 კილომეტრი გავიარეთ და ამას შეხედეთ რა შეგხვდა. ეს არის სავარაუდოდ ჩემი აზრით დათვის ბეწვი. ვაგრძელებთ გზას, იმედია დათვი თვითონ არ შეგხვდება, ბეწვს აქ დავტოვებ. შელთერამდე დაგვრჩა სადღაც კილომეტრი ნახევარი და იქიდან როგორც წესით გზა უკვე სწორდება, თორე აქ ეხლა 5 და 5 კილომეტრი დავდივართ აღმართს. აქ მეგონა რომ ყველაზე რთულ გზას და აღმართებს გავდიოდი, მაგრამ წინ რაც მელოდა სრულიად მოულოდნელი იყო. გამოვედით უკვე ალპურ ზონაში. მე უკვე ნახევრად მკვდარი ვარ. უკვე მშია და სახში მინდა. ჯამში უკვე ვიარეთ 4 და 26 საათი. სულ აღმართი იყო ხალხო. ანუ შოქში ვარ, სად მოვედით. ყველგან არის მთები, არანაირი ცივილიზაცია, ტელეფონი არ იჭერს. 112-ში რომ დავვრეკოთ, ესეც კი არ იჭერს. მოკლედ, რა ვიცი, საგიჟეთია, მაგრამ ძალიან ლამაზია. სულ მაინტერესებდა ეგეთ უკაცრიელ ადგილებში თუ შემხდება ოდესმე ადამიანი და წარმოიდგინეთ, იქ არის ახლა ხალხი და მიდიან ესეც მიდიან ტბაზე.
წავედით იქნებ შევხვდეთ და გავიცნობთ ვინები არიან ჩვენნაირი გიჟები. კიდევ ერთი დამტკიცება, რომ აქ ძალიან ბევრი დათვი დადის. ამას შეხედე, ეს არის დათვის კურკლები, თუ არ გინახიათ, მეც არ მინახია არასოდეს, აწე გვინახია. გზად ალპურ ზონაში ძველი ქოხი შეგხვდა, სადაც ღამის გათენებას შეძლებ, თუ ღამე მოგასწრო. ქოხთან ახლოს კიდევ ერთი წყარო ნახავთ, აქ უკვე აი ნაპორია და კარგად აავსებთ ბოთს და სხვათა შორის ზუსტად ამ წყაროს გაგრძელება შეგხვდა სულ წინ. პირველი რაც შეგხვდა. აქედან უკვე მოჩანდა იდუმალი ტბა. ჩვენ კი ვჩქარობდით, რომ დაღამებამდე მოგვესწრო 2 მთის გადავლა და ტბამდე მისვლა. ხალხო, 6 საათი და 52 წუთი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოვიდეთ ტბიყელის ტბაზე და ჩემს უკან უკვე გამოჩნდა და ყველაზე მაგარიცით რა არის, სამ ტბამდე ჩამოვალთ, გავივლით თოვლს აგმის ტოში. ტბა ტბიყელი არის ყველაზე მაღალმთიანი ბუნებრივი ტბა საქართველოში. ტბა მდებარეობს კინტრიშის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრზე. არსებობს თეორია, რომ ტბიყელი წარმოიშვა მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად. ტბის საშუალო სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია, ხოლო ყველაზე ღრმად შეიძლება 20 მეტრიც იყოს. აქ ბინადრობს უიშვიათესი წყლის არსება, კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ წიგნში არის შეტანილი. აქაურობა მომაგონებდა პლანეტას, სადაც ჯერ კიდე სიცოცხლეს ფეხი არ ჰქონდა მოკიდებული. ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა, ეს არის თოვლი, რაც აქ ჩემ გვერდით ახლა არის. ჩემს უკან უკვე თვითონ ტბა არის და ულამაზესი მთები. ვინც არიცით, ტრიტონი არის წითელ წიგნში შეტანილი ხვლიკისნაირი, ოღონდ თევზია. მოკლედ ხვლიკი, რომელიც დაცურავს. დაბრუნებისას ახლა ძალიან ვჩქარობთ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაბნელდეს. უკვე მზის ჩასლის დრო წესით არის. არა მგონია ისედაც მოვასწროთ ჩაბნელებამდე ჩავიდეთ ბოლომდე მანქანამდე. მაგრამ თავარია კარგად ყველაფერი ჩაიაროს და მშვიდობით ჩავიდეთ. დაბრუნებისას ველური ცხენების ჯოგი შეგხვდა და თან გვიახლოვდებოდა სასწაული, რომელსაც აჭარის რეგიონისგან არ მოველოდი. მოულოდნელად აღმოჩნით ღრუბლების ზევით და დაიწყო ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლა ჩემ ცხოვრებაში. ყველაზე საწყენი იყო ის, რომ დიდხანს აქ ვერ გავჩერდებოდით. ღამე სულ უფრო ახლოს იყო. ჩვენ კი უღრან ტყეში 10 კილომეტრი გვქონდა გასასვლელი. მოკლედ, მაინც დაგვაღამდა, ჩვენ გვაქვს დათვის საწინააღმდეგო რაღაცა ყვირილა აპარატი, მაგრამ ვისაც გეშინიათ სიბნელეში სიარული, არ გირჩევთ, აი ეგრე ერთ დღეში ამოსვლა და ჩამოსვლა. მოკლედ, წაიღეთ კარვები, დარჩით, იქ ლამაზად გაათენებთ და მოკლედ ლამაზად მერე შუა დღეს ჩამოხვალთ. იმიტომ რომ აი სრული სიბნელეა ყველგან. მიუხედავად იმისა, რომ დაგვაღამდა და იქამდე დავიღალეთ, რომ აღარ მახსოვს როგორ გავდიოდით ბოლო 35 კილომეტრებს, ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა ველურ ბუნებაში, რომელიც ჯერ კიდევ არაა კარგად შესწავლილი და მე ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი თქვენი მეგზური ამ თავგადასავალში.